მოგესალმებით, ეს არის Rhyme and Roots-ის მეორე ეპიზოდი, სადაც G დაუპირისპირდება Dogs. მოკლედ, პირველი ვინ დაიწყებს? დავა, ეგრე შევთანხმდით, რომ? შენ. Okay, პირველი რაუნდი G. Let's go! გამარჯობა პივი! ეს სად ვარ? თქვენ ვინ ხართ? რას გავხართ? სადა ყოა ნაინა რუსია ვინმე backstage trash-ი ფუსილა თავზე წამოვაცათ რუსი და გავხადო ჯუსი? სადა ყველაზე პაპსა underground-ი? სადა ეიო ბრ საუნდი? სადა hype, fame, cloud-ი და რაც თავარია, სადა განდონა ბავშვების crowd-ი? არ ვიცი სად ვარ და რა მომივიდა. ყოა ჯიმა თმები როდიდან ამოგივიდა. მეგრელი ვარ, მაგრამ ღმერთო ეს რა დრო მეწია. ჯობდა ის ბოლონაპასი არ მომეწია. ეხლა მე მგონი გავთრიფე და გავიარე პორტალში და გავიჩნდე სამყაროში, სადაც მელოტია გროტასკი. სადაც ჯიუნას არა ყლენე როზი, ტოტოს არა სკლეროზი და Young Mike's მოდის ამფეტამინის პერედოზი. სადაც მამა ფლექსი კაიფს მორჩა. სადაც მასტერას უკავია LGBT დროშა. სადაც შავი პრინცი ცოცხალი არა მარტო სულით. სადაც ეს ლაიფი არ არის მარტო სული. სადაც Goat MC არის ტოქსი. სადაც სააკაშვილს არც გაუსინჯავს კოქსი. სადაც ყალბი ნაღდია და ნაღდი ყალბი. სადაც ქალიშვილია დეა ბადი. მოკლედ ეს განზომილება ანა რეკლურად პარალელური, პარანორმალური, ნორმალური და არანორმალური, პარალელურად პარალელები გამივლია და მე იმდენი გამივლია, რომ მათი დღეები დათვლილი კი არა, გათვლილია. ყოფილვარ ყველა ტრიპში, მინახავს ყველა ფერი, პანიკური შეტევები, კლინიკური სიკვდილები, სიკვდილ თვალში ჩახედვები და მაინც ყლეზე გაშვებები, დაჭრები და სროლები, კაები და ბოზები, პროჭები და ჯიგრები, ჩინელები და ნიგერები. აბიჟნიკი და უწყინარი ამ ქალაქში ხელის გულზე ჩანს ვინ არის ვიცნობ ყველას. აუსაც და კარგსაც, ძაღლსაც და კატასაც, ცხენსაც და ვირთხასაც, მაგრამ მე არ ვიცი სამყარო, სადაც შეიძლება ვიცოდე შენ ვაფშე ვინ ხარ, ბრატ? აი შენაი რეპერებს ნისია დავითრებდი სურსათში. ტიპი იმდენად ნაგლია, რომ ტრეკი კი არა არ უდევს დაჟე სურათ. შენზე ვიცი მარტო სახელი, ამიტომ სხვებსაც გავასაიმებ. გაიცანით ეს თო კრიდლა ვინჩე მიყლე ხარ MC. ვაფშე ამის ყლე პანჩებზე არ გინდათ ბევრი განგაში. ამ ცხოვრებაში ვინმემ რომ მოგისმინოს, უნდა გქონდეს მინიმუმ მეტარხუნეზე დიდი ბაგაჟი. მისმინე შენ ძრევის კაიფში ჩარჩენილო. ბავშვობაში თავი დაცემას ბევრჯერ გადარჩენილო. შეცხოვრებით დაჩაგრულო, ბევრი არ გაახურო. ისედაც საკმარისი ტანჯვა არო მთელი ბეთლი მაყლეს სახეს უნდა უყურო. შეუნიჭო მეჭეჭო. პატარა ბიჭი ხარ, თავი არ გაიფუჭო, ჩიჩი არ გაიკრიჭო. დღეს შენთვის ვარ მწვანეთ შოკოლადიც და მიწაც, რონალდო კრისტიანოც და კიჭაც. შენ ჩემი ყლე შეგილია ეხახუნო ბიძას. რა ის რეპერი ბიჭო მოძრაობ მეტარხუნის ვიდზე. მეტარხუნე MC. არა შენთან ბეთლი მართლა მეყლევება. წადი მიაღწიე ჯერ რამეს. როდის იყო შვილები ასწავლიდნენ ტყნაურს მამებს. უნამუსო გამოდის აქ ერთ-ერთზე მიდგება ეს რა გაბედა. დღეს რო სულ გაგეხსნას ახალი ბედი, მაინც იქნები ახალ ბედა. უნამუსო, რანამუსით მიდგები ერთ-ერთზე შემართლა ტუჩზე რძე მიმხმარო. იმის პატივსაც არ დაგდებ რომ დღეს მე შენ გიხმარო, პირიქით. რადგან ბედმა გარგუნა აქ თქომა, ვეცდები რომ დაგეხმარო. რა კურსაც ეხა ადგები ეგ ჩემთვის ექსკურსია. შენ ქართული ჰიპ-ჰოპის პატარა ექსკურსია. ეიო! მე
ეძახოდნენ სკოლაში ჯიუნას ნაგიჟარს სისხლი გაუშვეს ყველა აბიჟნიკს და ნაბიჭვარს პარავდის უბოზებს და ურიგეს უძმებს ვარანცოვი ხოძე ვერავინ ვერ უძლებს ჩიკი ჯიუნას ჯიუნას ძმები ყველას გვესმის თავში ხმები შენ ჩვენი რომ გაიგო უნდა მიხვდე რომ ყველაფერს აქვს მიზეზი ჩიკი ჩემს ქალაქში ამისნაირი უკვე ბევრი ყლეობს არათუ დრონი არათუ მეფენი არამედ მეფე დრონი მეფობს შენ არ ხარ ჩემი მეგობარი რეპერი არც კაი კაცი მაპატიე მარა ეკლეს სახე გაწი ჩაკა ისევ გაღვიძება ყოველ დილას დილიდან ყავა და ბოლი ფულს ვაკეთებ დაჟე როცა მძინავს ანგარიშზე ემატება ნოლი რამდენი გოგო უკვე ჯიჯის ეთამაშება სახლამდე მიმაცილეს ჩვეულებრივმა ნაშებმა სადوار თქვენ ვინ ხართ აქ რატოდ გახართ ვისთან ახარ მეტარხუნე ვინ ჩემი ყლე ხარ უკვე ბეთლებზე ვის არ ნახავ ჩემი ბაზარი ისეთი კრისტალი თითქოს ხარშავ და ვოლტერ ვაიტი აქ და ახლა არის შენი ლაიფის უკანასკნელი ჰაილაიტი აქიდან დაგრუზული წახვალ მაგრამ არა უშავს ვის არ ქონია ხო არ დაგაუწყათ რომ ჩემი მელანქოლია რომ მე ვარ ვარანცოველი დაბა კელი არც ერთ უბანს არ დაბა კელი და ვინმეს თუ უნდა დაბა კიდე მე არ მინდა მე დავი კიდე ვისთვის სანდრო და ვისთვის ჯი ვისთვის კლასი და ვისთვის კრინჯ ვისთვის ტრეში და ვისთვის კეშ ვისთვის ბატონო და ვისთვის შე ჩემა ჩალიჩდება თემა სადა ჯიჯი ჩაერევა სადა ჩვენი პირადული ვერავინ ვერ ჩაერევა ვერავინ ვერ მოგვერევა მართლები ვართ ისე რა გასაყოფი მაინც ქართველები ვართ ინსტიტუ ესტისუ ჩისტია ჩესტი მაგ მისტიკა ვერში ბალისტიკა პანჩი პარჩია პარტისა და ჩემი ფეხებია ბეთლების მოგება ეგ რა ჩემი ფეხებია ჩემთვის ძალიან იზია მიზეზი ანალიზია მათ თვალში თვალსაზრისია ჩემ ფილმში კანაბისია და მათ ეს კარგად იციან თუნდაც უარყოფენ ამ ფაქტ ჯიუტად და ეს იყო მხოლოდ პირველი რაუნდი რომელიც ამ პროექტში მოტყნა ჯიუნამ პირველი რაუნდი. დოკ. ჯიუნა საუკეთესო ჩემპიონი PvP-დან. ოცნებებში ნუდაფრინავ ცოტა ქვემოჩამო. მე დღეს დაგმარხავ ზუსტად დედამიწის ცენტრში და შანსი გექნება რომ პელეს ხალე მოჭამო. რა ჩემპიონი ბიჭო. რა ჩემპიონი ბიჭო. მთელი შენი აკაპელა უბნის შუტკები და არაფერი განსაკუთრებული. შენი ვერსებია გარითმული იუმორინა იმენა ხარ ჯემალ ბაღაშვილის გადაფურხებული. მილიონში ერთხელ შუტკა გივარდება და ბეთლემსებს გვეჭიმები. იმენა კინდერი ხარ. სიურპრიზებს გვთავასობ და მაინც კვერცხირჩები. არა და როგორ გულით უნდა დაამტკიცოს რომ ბეთლ არტისტებში ესეც ირიცხება, მაგრამ ევოლუშენში დასაქმებულს გავს ტყილად იფიცება. მე აქ ვაგებ ქვეტექსტებს, სტრუქტურებს, პანჩლაინებს, არც მაქვს გარანტია ვინმე მიმიხვდება. ამას კი ზუსტად იმდენი პანჩი აქვს, რამდენჯერაც Facebook-ზე მიმიხვდება. და სწორედ ამიტომაც მიმაშნი ხალ ტიტულ ჩეტელილ ყბედად. შეხარ ცარიელი Facebook-ი, რომელიც ვერ გადაიქცა მეტად. გონია თუ DMC-ი გონი ხარ? მე არც ვაპირებ რომ MC დაგიძახო. პელეს მაინც მიეცი ტრაკი იქნებ შენში ვინმე საინტერესო დავინახო. თუ გინდა რომ ჩემპიონად გაღიარო, ჩემს დონეს მოწვდი. შენ არ ხარ სააკაძის სხეული, მაგრამ თავიდან მომწყდი. საერთოდ რა გინდა ამ პროექტში? როცა იცი რომ შენი აქ ყოფნა არ უსწორდებათ რუსიასა და კოას, მაგრამ ძმაკაცობა ხო ვისადარდებს, თავარია პოპულარობა მოაქვს. ამას ოღონდ კამერა მიუშვირე და ეგრევე საკუთარ მონად გახდი. არ მაგონებ ცოტნე დადიანს, მაგრამ ხარ მარტივი მოსათაფლი. ვინაიდან შენთან
თან მიწევს მომიწევს შევძლო ამ ხალხის ქილებით გაკვირვება და შენ რომ გამოქლიაული ხარ ჩემი გარითმო არ ჭირდება ამისი პირველი ბეთლი გახსოვთ არ გამოვა ეგ ამბავი არ ვახსენოთ ციტატებს არ მოვიყვან უბრალოდ ვეცდები მისი ვერსიის შინაარსი გაგახსენოთ ტახა შენ ყავს ბევრი ნაშაკერავ ჩემზე მეტ გოგოს და ყველას ჩემზე მეს თავაზო ბარა იცი რა ვაკე ვარანცო ეთყობა მაგვიდით ვერავინ დაკერე და მაგხლა ბოღმას პაკ მოგცა ისეთი მახიჯი პროჭი ხარ არ გეღირსება პოსეიდონის კოცნა ვაცადო აბა ტახას რა ბრალია თუ ვერავინ ვერ მიგიღო რომ გიყურე მგონია მშრალი ხიდის შესნახვამდე სველი იყო ჩემთან ბლატაო ბიმით რო ტიპებს სახეზე ესრობი მაგრამ ყველას ფეხებზე კი დიხარ როგორც დაღესტანელი მებრძოლი ვინც დამიძახა ჯონ ჯონსის ნაცვლად იზი ყველას გადახდა დისი სირცხვილი ჭამა როცა ვაჩვენე შამა მე ვარ ფანჩების მანქანა და ერთი რამ ვიცი როგორც დვალიშვილს ყოველ ნაბიჯზე დამყვება დრამა ერთდროულად ჩემი ძლია ვიყო მხიარულიც და ტექნიკურიც რათა ეს ხალხი გავაღვიძო შენ ხარ ერთფეროვანი და მე მაქვს ფორმა ასი რათა შენი ავადმყოფობა დავამტკიცო შენ სტრეკებს მოვუსმინე 50 ჯერ და ასნახვაზე ავიდა გეგონა კლიპებს ნაშები გაკაჩორნენ და ეგიმედებიც გაწმილდა მერე გადაიღე ვიღაც აფრიკელი იმასთან მაინც რა გინდა ტიპი შავი იყო და შეროგარებე სირცხვილისგან გაყითულდა ეხა უყურეთ ხომ აკეთებდი YouTube-ს წადი რა გააგრძელე ეგ საქმე მშვიდად ტრეკს რომ დაარქვა YouTuber-ი მაინც ვერ აქცევ ჰიტად ტრეკს რომ დაარქვა YouTuber-ი მაინც ვერ აქცევ ჰიტად სპეროში ხარ უცხო G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი bro თავს ვასლი G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი bro თავს ვაცლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს რათა ბეთლი გავხადო თავიდან გაიგო თავს ვაცლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს რათა ბეთლი გავხადო გაცოცხლებული შოუ ჩემი ფანჩები გატყდებიან გრიგალად წადი მოფსი და დაძინებამდე ზიპერი შეიკარე მოუტყან დედა ფლექსის თუ ყველა შენი ლაინია რაღაც ბეთლრეპის ნაბიჯვარი ჩემი TSL სეტაპი იმდენ რთულია ვწერებ ჩხილებით როგორც გულაგის პატი მარი როგორ მედრები ყველა რეპერ შესაძე მე ჯერ უნახავს დაჟე რატის ბარი იო ხო ისე ტრეკებზე თუ ვისაუბრებთ ხო მანდ არც მე მაქვს რამე მიღწევა ძალიან შევყევი counter-ს მაგრამ თუ რამეს დავდე ბომბი იქნება იქამდე კი გამოვიყენე ფანჩად counter-ს რათა ამბეცში ჯოჯოხეთი გიჩვენო ფანჩდა დასტით შეგიქმნი მირაჟს რათა იყივო ნამდვილი ინფერნო აი ვარ კვერცხივით ვიყურებ ალბათ ვერც გაიაზრე მე რა ვთქვი кейსთან ბეთში ახსენე ილია მოდი გასწავლი რა არის სეტაპი ამ გლახის ნამბობი რომ მოისმინოს ილიას სულმა აკაპელაზე ამის შუტკების გამოფენაზე მისი აჩრდილი იტყოდა რომ ეს კაცია ადამიანი განდეგილი ინტელექტისგან და უნდა იყოს სარჩობელაზე აი ასე ვწერ მე ჩემებურად ვაფრენდა ამ გაფრენას ვასახებ ამ ხალხს და როგორც პარაშუტის გამყიდველს უკმაყოფილო კლიენტი არ მყავს მე ყოველთვის ვამტკიცებ თუ კი ჩემს დონეს ვუკეთებ აფიშას ჩემი ტექსტები იმდენად ღრმა 6ix9-ს არ გამოუვა ჩაგიშვას არადა გეგონა უკვე ყველაფერი ნახე აზროვნებით გახვედი კოსმოსში და გაიგე სამყაროს იდეა ხო შენ გახდი სტივენ ჰოკინგი მაგრამ ცხოვრება კიბეა და და ამ კიბეზე მე იმდენად მაღლა ვარო ვერც კი გნახულობ იმდენად შორს ვარ გასული რომ ესმის ჩაკრულო მე აქ ბანძების გავწმენდი underground სანამ PvP-ზე MC-ს თამაშობდი ნიღავს აეფარე სვეცკი შიზოიდის მე 5 წელი მაგით ამაყოფდი ტახამ რომ გაგინდა სტუმარ მასპინძელი რატო ბაუნსობდი რატო ქანაობდი სანამ ყველა ვნახე თუ რა შულის ნუკრი ხარ ტრაქში გაიკეთე შენი ნაამბობი
ეს ჩემი თეატრია და გაგასაღებ. ყველას დავანახებ რაჩმორის ხარ. ამ პიტალოში ვხედავ ლინკონს თითქოს იყოს რაშმორის მთა. იო. ია. ერთოდი? ხო. სამ. ამ თემაში ვარ მენიგმა. მიყვარს ტექსტების შენიღვა და როგორც ენიგმა მუდამ შიფრით ვარ მოსული. თუ ამ ჟიურისთანაც შენ მოიგი აკაპელას მართლა დიდაქონია მოთხანული. და ეს ჯერ კიდევ პირველი რაუნდია. ანუ მხოლოდ მცირედი ნაწილი მისაღების. ჯიუნას თვალებში ვხედავ შიშ ირანელის, რადგანაც ხედავს ისრაელის. ასე რომ გირჩევ დაიწყო ლოცვა თუ გულით გჯერა ანგელოზთა ძალის. მაგრამ როცა მესამე რაუნდი მორჩება, შენი ანგელოზები დამიძახებენ ჩარლის. იო. შენ შეგიძლია რუსიას უხმო, რათა არ დარჩე უხმო და არ გამოჩნდე ბეთლში მარტივი. მე არ მჭირდება ხმები, რომ ყველას ვუყვარდე დამიძახე ჩარლი ჩაპლინი. იო. ახლა კი შეგიძლია მოისუნთქო, რაუნდი არის დამთავრებული. ჩვენ ვერ ვიშოვეთ თამადა, მაგრამ დღეს მე ვიკისრე განსხვავებული რა. მეორე რაუნდი G. როგორც ყოველთვის კულტურისთვის, მეგობრებო. რეპი, რითმა და პოეზია. MC მასტერი ცერემონიის. AK ზანგების თამადა უინცხოდავს კამანდას და მე შემიძლია გითხრათ თამამად რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალია დღეს და აქ. თუმცა არც ისე ბევრი დარჩა ვისაც ეს კულტურა დღეს და აქ გულით. ის მაინც უკტავია სანამ ერთს მაინც უკავია კალამი და წერშთა გონებით. და ვიცი რომ ეს ზღვა მონების განთა ვისუფლდება მხოლოდ სიტყვის ძალით. და მე რა სიტყვის კაცი. იყავი თუ არა სიტყვის კაცი თუ გაჭაღარავდი რიჟა ბაზარში. შევდივარა ზარჩი და მადა მოვიდა ჭამაში. მოგროთ როგორც ოკეანე. აქ ტალღა მიდის და მოდის. ბევრი მიმდევარია მოდის ზოგი კი თვითონ ქმნის მას. ხის ნაყოფი იქცევა ახალ ხედ და მერე ახალ ნაყოფს ისხავს და ეს მუდმივი ლუპია იმათი ამათი მუდმივი შულთა და მამათა კამათი რამათი ბრალია ეს პლანეტა წრეზე რო ტრიალებს ისინი ცვლიან ადგილებს ანასრულებენ როლებს შეახვევენ ბენკროლებს მაგრამ ბანკის როლი ვისიან ვის რა კისრია გარდა იმისა რომ იზრუნოს მომავალზე. ხო და შენ ჩემო პატარა მეტარხუნე. არ გეგონოს რომ დღეს მინდოდეს დაგჩაგრო ან შენი რეპის სიყვარული ჩავაქრო პირიქით. მინდა მოგცეს ჩირაღდანი და გითხრა რომ აჰა ახალო აჯობე ძველს. ამიტომ არ გეგონოს რომ დღეს მე შენ ბევრი გაწვალო. პირიქით. რახან აქ თქვა ვართ მირჩევნია რაღაცეები გასწავლო. რჩევა პირველი, იყავი შენ. რჩევა მეორე, იხალისე, რჩევა მესამე, აღიარე, რჩევა მეოთხე, იპოვე საკუთარი მე. და ეხა კიდე გეტყვი რას მიხვდა ძია. ყველა დისი რაც დამიწერია იყო ისევ ჩემ თავზე. ყველაფერი რასაც სხვას დისავ არის რეალურად რაც არ მოგწონს შენში, აი მაგალითად. მე ლოთი რო ვეუნებოდი მონტანას რო არის მე ლოტი, ნუ რაღაც ეგ ყოლა. ანუ რეალურად გამოდის რომ tweet disi არის რეალურად tweet disi. ხო და მეთქი შენთან ბეთლაობას ისევ ჩემ თავს ვებეთლავებით, ხო და? გააძრე ძმაო. მზად ხარ საქართველოში პირველი tweet disi მეგობრებო. მაური. ძმა ეს რანაირად მიყურებ? გრანაირი ყურებია? ესე არ გაწყენდა პარიკი ძმა. ეგ ხბარი თუ ტიტანიკი. არა, ტანიკი იმენა მოჭადრაკის გაკ. შეჩემა 28 ხარ და ნავიდუ ხარ ბაბუა ჩემზე სტარიკი. კაი, კინუ პანიკო ბარავის გვეშინია. უმრავლესობას ისედაც გონია რომ ხარ არაადეკვატური მანიაკი. სიზოიდი MC. და შენც აიტაცე ეგ თემა? კამანდა გეკაიფება და შენ კიდე პროსტა აიტაცე ეგ თემა. ისე განგსტერო ხო არ გვეჩხუბა? ჯობდა პირი გაგეჩუმა. ჩხუბებზე რო გამოხვედი ავყირავდი ლამის. ტიპი მუშტებს ისე იქნებს როგორც გუბა სანიკიძე დარბის. შეუმადურო. რამდენი კაი შანსი ქონდა რომელიც შენ გამაზე სამყარო წრეზე ტრიალებს როგორც ჯიუნა გამაზე. არუსელი MC
იყო დრო ქონდა ყველაფერი ჰაიპი, ფეიმი, ნეიმი, მთელი თამაში ხელის გულზე. შენი პანჩები ყველას ხვდებოდა გულზე. დიდად არავის ეხატებოდი გულზე, მაგრამ ჯიუნა ვაკე ვარანცო ყველას ეკერა პირზე. ეხა კი დარჩი გაღმანა პირზე და აღარავის ჯერა შენი დანა პირის. შესაცოდაო ღმერთმა ჩაგეგდორა დღეობაში. ერთდროს გოუთი დღეს ბათლაო ვიღაც მეტარხუნესთან რაღაც ყლეობაში. გორილა მაფია არა ჟირაფი საძმო კიდე. სურო დაბოლილი ხარ და სახე ალეწილი. ეხა შენ ნიშნავ ნახავ, რას ნიშნავს იყო სახე დალეწილი. ეიო! და ესე ნამსხვრევება დაიმსხვრა ჩემი ეგო. მხოლოდ უანგარობაშია ნამდვილი მეგობრობა და ეგეთი ცოტა, მაგრამ ნამდვილი მერგო. არ ვიცი საით მივდივარ თან, საით აგვაქვს გეზი, მაგრამ ვიცით რომ არასდროს შეუძვრები ტრაქში ჯენზის. თაობები იცვლება, მაგრამ არ იცვლებიან ადამიანები. ყველას გარემო გძერწავს, ხო და მე ვარ შვილი 90-იანების. Стой, брат! Кай ბიჭი რეივერი ჩემთვის ყველა ოკია, ხასიათი უფრო მყარი ვიდრე ფანრიანი ნოკია. მახსოვს ავმარობდი სონი ადინს მერე ტეტრის, ეხა კიდე ნაშების ფეხებში როგორც მოტოროლა ბეტრის. Crash Bandicoot ჯინკა თამა რაღაც მაგ თემაში. მოკლედ მარტო ლეგენდებს ახსოვთ აქ რობერტო კარლოსის შეტევაში. მაგრამ არ გეგონოს რომ ჩამურჩით. We also know English, bro, okay? We also like speak it. Motherfuckers telling me, G, go kill it. Tell us nothing left but flesh and skillet. Flesh your skills in this bitch before you die. Make a wish, swish, never even touched it. Write a line, then I punch it. So much shit, they can flush it. So much stuff, I can push it. Bitch, don't push it. You will permanently shush it. Special kind of moody. Money getting cleaner, but my soul keeps on polluted. I'm just plotting how to party hardest than a motherfucker. Wanna take on challenge that is hardest than a motherfucker. Yeah, I'm a god of myself. That's what freedom really means. Be the god of yourself. ხოდა მე ვარ თავისუფალი და მადლობა ღმერთს რომ მაგ ამის უნარი. ჩემი ცხოვრება და ბედის წერა ძალიან საინტერესო წიგნია და უცნაური საკითხია, მაგრამ მე მართლა ვინ ვარ და რა შემიძლია ეგ უკვე მესამე რაუნდის საკითხია. რაუნდ! მე არ მინდა რომ თქვენი ძვირფასი დრო გავფლანგო, ამიტომაც მეორე რაუნდი დოკი. ბიჭო, პირველ რაუნდში ისე პირდაპირ გიხმარე, ცოტათი ვიჩქარე და სულ დამავიწყდა ამეხსნა ვინ ვარ მე. მიგაგდებ, მაგრამ იქამდე სანამ აქ ცოტას ვიზამდე, ჩემი თავის თქვენთვის გაცნობას ვიკადრებ. მე ვარ საბა, stage name-ი დოკი, რომელიც შემოკლებით დოქტორს აღწერს. ჩემი ვერსები ამტკიცებენ, რომ ყველა იქ მიყლეურად არ წერს. PvP-ის ყურება პირველი სეზონიდან დავიწყებ. მეთლია აზიარვა რა ტიპები გამოდიან. მთელი ჩემი ინტერესია ვიღაც Young Mike, რომელმაც თურმე გააკეთა Eminem-ის პაროდია. ვუყურებ ამთვის და ხვდები, რომ ეს არის უბრალოდ გართობა არიფული. არანაირი რეპი და პოეზია, უბრალოდ სტენდაპია გარითმული. და ეს ტიპი მან საუკეთესო ჩანს. ყავს ათასობით ფანი და ყველას უნდა შეხება ხელის. დანარჩენებში ზოგს ტექსტი ავიწყდება, ზოგი წყვირის რო სუსტებს განსაცდელი ელის. მთელი დარბაზი ინგრევა წამყვანი წყვირის. ეი, ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ თურმე ვიღაცას უწოდა გეი და კიდევ არის ერთი ტიპი, რომლის ვიდეოც არ მინახავს. ვიზუალზე შეხედავ და რიგითი მონა კუჭის. დაურქმევია პელე, მაგრამ ეთყობა რომ კარებში შეტევა უჭირს. ხო. და ეს ტიპი უნდა შეხვდეს Young Mike-ს. თითქოს განწირული სულის დასალევად, მაგრამ მერე დაიწყო ბაზარი და იმ დღეს დაიბადა ქართული აკაპელა. და მერე ამ აკაპელას დედა მოუტყნა ამან. შენ
ხალხს დააჯერე, რომ ეს სფერო არის დაჯმა. რომ არ ჭირდება ზედმეტი punchline და გარჯა. ზოგჯერ ხმამაღლა იყვირეს, ზოგჯერ ახსენე გარჯა. სისფერობაზე დაცინე ცადე თვალების ქაჩვა, პაროდიები აკეთე, პარუსკირებე მათზე. თბილისელი თუ არ არის მთლა გადაიჯვი თავზე, გაეღადავე კილოზე, კალოშებსა და ნასკზე და შეგიძლია ჩათვალო ბეთლი მოიგე მასე. რადგან ჟიური გამოვა და შენს მეტოქეს ეტყვის. შენი რაუნდები ძალიან კარგი იყო. ქონდა კარგი რითმაც და ტექნიკაც. იასნა ხმას ვაძლევ ჯიუნას, მაგრამ მაგრად ვამაყობ ჩენითაც. ქონდა უამრავი პანჩი და ისროდი მიზანში როგორც ლეგოლასი. მაგრამ იცი რა აქვს ჯიუნას, აი პერფორმანსი. ჯიუნას პერფორმანსია შენ ქვია ანდრო და მე მქვია სანდრო. შიქ ხო არ გაქვს. დაიყვირე რომ შენში არის გველი და ხალხს გადახედე შემაქეო. ედემის ბაღში რომ გველს ენახე ისიც გეტყო და კლეჭამეო. ტიპმა აი ამითი მოიგო და ეგო არსა დაეტია. არ მაგონებს შექსპირს, მაგრამ შენი ნაწერია ტრაგედია. ეს ტრაგედიის მწერალი არ მესმის რაუნდს როგორ გამიბედავს. ჩემი ყველა სკილი რომ დავაჯამო მექნება უფრო დიდი ჯამი ვიდრე ქართლის დედას. კარგი ძმაკაცივით არ დაგიმალეთ ფაქტები და გადავწყვიტე სახეზე დაბიჯება. მე არ ვარ ლოგან პოლი, მაგრამ ჩემი პრაიმი ძვირი დაგიждდებათ. ყოველთვის გავაკეთებ ხარისხიანს და არა იმას, რასაც უვიცები მკარნახობენ. მე სულ ჯინიანი ვიმოძრავებ თითქოს და ტეკემს თამაშობდე და რამდენიც არ უნდა მითხრანო საღადაო ვერ სიდავდო, მე მაინც გამოვალ და დავწე როგორც ემსილადო. მე შენ უბრალოდ გეთამაშები. ამიტომაც ნუ გაიტეხ გულს. ეს ჩემთვის ბავშვური თამაშია და თავაწყვეტ ვისი სული მსურს. შენთვის კი ეს არის დამალობანა, რომელსაც გაზრდილი ბავშვები თამაშობენ. შენი wordplay-ია მარტივი მოსაძებნი და ჩემს wordplay-სთან შავი პრისინი და ჯერონიმოც მაკაცობდნენ. ამ თამაში არ გიშველის რაც არ უნდა როჟები კერო. აქ ვერ გიშველის ვაკე და ტრაქში გაყრილი პერო. მე დღეს რამდენსაც მოვიქნებ არაგაცილებ ყვერო და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გინდა წერო. ეს ბაზარი რომ უსასრულოდ გავაგზელო არ დაშრება ფანტაზია მერეც მგონი, მაგრამ ვერც ერთ ხაზს ვერ დაიჭია როგორც გაფუჭებული ტელეფონი. ამიტომ მორჩეთ ამ სტრუქტურას. ამ სტრუქტურამ ეს პანჩები იმყოფინა, მაგრამ ვიქნები პატარა ბიჭით მსუქანი კაცი შენი ფინიშია ნაგასაკიან ჰიროსიმა. ეს არის ბევრად რთული მათემატიკა. აი ამისი გააზრებით გავსხოდებით მე და ეს. მისი ყველა ვერსი გავს ქართულის როლში დაწერილს, რადგან იქ ხაზები არ ყვეთენ ერთმანეთს. ჩემს ვერსში არ არის არც ერთი მინუსი, ამიტომ არაფერი გაქვს საჩემო. დღესაც მოვედი მინუსის გარეშე, მაგრამ ვაპირებ სხვაობა გაჩვენო. და როცა გაჩვენებ სხვაობას ვეღარ ვიქნებით ტოლი. მთელი ვერსი გაქვს ვაკე და მაინც არ არის სწორი. შენი ვერსია არასწორია. ხედავ ჩმორობის ზეიმს. აჯობებს დედა გაგინო როგორ უთხარი кейს. დედაში სხვა რამ ჩავთვალე არ ვიგულისხმე მეის ასე ეცადე აცდენა მათ მოსაქნევი ხელის. მაგრამ ფაქტი ხო ფაქტად დარჩა. ეფექტი იყო დედაზე შეგინება. როცა იცი რომ არ დაგარტყამს, მაგრამ იცი რომ ეწყინება. როცა ნამუსი გეყინება და მხოლოდ მოგებაა შენინება, მაშინ კადრულობ ყველანაირ ყლეობას, რათა მოიგოს შერკინება. და მე ნუ გიგვირსო არ ყავს ფანები. ვიცი რომ მაგ ფაქტს ვერ იტან. ვიტომ იკიდებ გულშემატკივარს და ფულს დაეძებ ბეთლიდან. შეხარ ჰიპ-ჰოპის ნაგავი ფენა. თავი ნუ მოგაქვს ელიტად. ხომ იცი რომ ვერავინ უბერავს გაფუჭებული ფენიდან. რომ ეცადო გაიაზრო ჩემი ყველა ლაინი შენი გონება გაგლიჩავს. ისეთი სამარცხინო თბილისელი ხარ, თბილისი ლავზიო არ გიჩანს. მე დღეს ვაღებ ქართული ჰიპ-ჰოპის კარებს და ვაპირებ შენი გასაღებით შევაბიჯო. ჩემი აზროვნება იმდენად სწრაფია, შეგიძლია 5G შემაჯიბრო. ეხა ვისაც Xiaomi iSpace და iPhone საჭიროს რათა ტექნიკა ტესტოს. ჩემი ყველა დარტყმა Nokia და შევმატე მორი LG-ს რეკორდსია. ერთოთი წადი ახლა და გარებე პარუსკი. ისე მოხდეს ამ ვიდეომ რუსეთამდე წაიღოს. შენი ბაზარი მაინც არიელი ყეფაა და ბარემ სულ ყველა ძაღლმა გაიგოს. წადი. ხო. წადი
წადი და ისევ იყვირე რომ ცხოველი ხარ. ისევ გამოაკარი შიზოიდის აფიშა. მარტო მაშინ იქნები თავზე ხელაღებული თუ ტახამ თავიდან ხელი აგიშვა. ტიპმა თავის თავს მოუგონა ზღაპრები და უსასრულოდ გაუგზელა. თუ გინდა ზღაპრების მოსმენა ფანჩებს შევკრავ ასფურცელად. და მოეშვი იმ ფაქტის ხალხზე დაბრალებას შენ ცხოვრებას რომ დაცინვაში ატარებ. ჩერნობილელი მეცნიერებით ხარ, ჩაიჯვი და რეაქტორებს აბრალებ. ასე რომ, აცი თუ გინდა შენით მოიფიქრე ლაინები, თუ გინდა ისევ პაატა გულიაშვილს მოპარე. მე მინდოდა ჩემპიონი დიჩი მომიყვანა იგი მე კიდევ წელში მოვხარე. ბევრს აინტერესებდა ვინ ვიყავი. იმედია ყველას პასუხი მიუვა. ან უბრალოდ მიცნობდეთ მეორე ბეთლემსით რომელმაც მოთხრა ჯიუნა. ეს არის Raymond Roots-ი მესამე რაუნდი G. Let's go. Really job da. Wake waranso! ჩემი დედა და მამა. თელ ქართულ რეპში არავინ აუნის თბილისის სანდრო გიუნაშვილის დონეზე გაიარა. ისეთი ძმაკაცები მყავს აქ ვისაც ეკითხება მასა ისეთი სკოლა გამატარა როა ყლე არავინა შენ გარდა. ყველას ურჩევ აკონტროლოს თავის პირის აპარატი, მაგრამ საქციელის უფრო მესმის ვიდრე ლაპარაკის. ბევრ ამეს იბრალეს, ბევრ ამეს ამბობს, მაგრამ ჩემი დადებული შედეგები ხმამაღლა ბაზრობს. იქნება ეს ფეხბურთი თუ PvP, ყველგან იციან რომ GG არის MVP, ყველაფერი რა წინ დამიყენეს გავაპე, ეხა ბევრი კილიანი თითქოს ვარ მბაპე. შენი кайფი აფი როგორ ძალიან დანტე, ნახე რუსთაველი ან შექსპირი ან დანტე, ჩემი ლაინია როგორც ევროპული კოქსი, შენი ლაინია როგორც ფონი ჭალის შხამი. შვილო ბეთლის მერე ბევრი არ იგლოვო, შენი კარიერის ბოლო მაინც არ იგლოვო. მე ვაგიჟებ კამანდას აქ როგორც ალფა PvP, მაგრამ ყველა მიცის ჯიუნა PvP ზალფა. და მარტივად დავიწყდებათ. თითქოს ხმას არავინ არ იღებს, ლუკმას არავინ გაიღებს, კარს არავინ გაგიღებს, მაგრამ როგორც თქვა, ჯგიმ ჯიმამ ისტორია წერს თარიღებს. ხოდა გაგახსენებ. ვინ იყო ვინც აჰასთან ბედზე ახალი ერის კარი გააღო, ვინ მთელი თავის კარიერა ამ თემისთვის გაიღო, ვინც არსად არ გაიყიდა და შექმნა თავის პონტი, ვინც არასდროს დანებდა და მაინც გახდა ჩემპიონი, ვინც პირველად უანგარო დაუდგა გვერდში გამას, მერე მივიდა და მანდაც ყველაზე დიდი შოუ დადგა. მე არა ვარ შოუმენ, მე თვითონ ვარ შოუმენ. ვინც თუ ხალხისთვის გაცემდა და არავის არ აახია, ვინც მივიდა და იუთუბერებს ბურთი თავზე დაახია. ვინც იყო სუკულტურისტვის და გზაში წევდა თამასებს, ვინ ქვეყანაა кайფა თითქოს შესვა პროგრამაზე. რატო არავინ არასდროს ბაზრობს ნახ პრობლემებზე? იმიტომ რომ ტვინი გამოურეცხეს მათ TikTok-ზე. რომელი ბანკი გააქვთ? ახალი ტაქტიკა აქვთ? ნახე რა კატა დადგეს. ღმერთო ეს რა იკადრეს. უყურებ კადრებს ამათი სწორები, იმათი ჭორები, ამათი სწორები და არასწორები შეცდომებს უშვებენ და არასწორებენ ბოზებია. ნაცკოც და გაწი მოწიამ, გაწამაწიამ სულ გადამრია. ცუდად არიან, თან ვერ არიან. თანხებს იღებენ მერე. თანხელს იშვენენ შენკენ კიდე. აკყლე არავინ არა, მაგრამ ყველა თავს იყლევებს. ან საერთოდ ამ თემაში ბაზარი რაზე არის? მეტადონი უფასოა, წიგნი კიდე ფასიანი. ხოდა ეხა გიყურებთ როგორც იმედგაცრუებული მამა. ხან რას გავხართ, ხან ვის გავხართ, მაგრამ ყველაზე ტრაგედიაა რომ ყველა ერთმანეთს გავხართ. თითქოს ყველა ერთმანეთთან იწერთ რაღაც აჩოკებს, ერთმანეთისგან გარჩევთ როგორც ახალი სიგარეტის პაჭკებს.
შეიძლება ვარუმი, ხამი, ავი, ხანდახან ყველას დავერევი, მაგრამ იმდენად ჩემი თავი რო არავისი არ ავერევი, ინდივიდი, პიროვნება, დანარჩენი გემოვნება, ვისთვის ტრეში უზდელობა, ვისთვის ქუჩის ხელოვნება, ჩემზეა ჭორები, ამბები, დავები, ზავები, მაგრამ ბურუსის მიღმა იციან რომ მე და ჩემების ვიყავით ნაღდები, ბიფები, დისები, პეთლები, ასლები, ქართულო ეპოქს ცხენოდეს ყველაზე ანდერი, როცა ყავს უაკელი ბლე. ყველაზე მეტად ვერ ვიტანამ თავში ავარდნილ ბავშვებს. TikTokerები, hip-hoperები, YouTuberები, არა და იმენა პროსტა ყვერები. ამ ჩემისებისთვის უკვე ტრაკი გახდა ვალუტა. ერთი დაულაიქეს და რაღაც ძალიან გაუტყბათ. სად YouTube და სად ქურდული ბიჭო. სად TikTok-ი და სად hip-hop-ი. სანდრო ვარ გიუნაშვილი და არასდროს შეიცვლება ეს თემა. აი რეპერი, სელებრიტი ეს საქართველოა შეჩემა. ყველა ვარ ძმები და დები, მშობლები და შვილები, მაგრამ აქ ხალხს ყოფენ ბოზები, ალბათ არ მოხვედრიათ საკმარისი როზგები. რაიზ ისტი და ვესტი, ბარემ ნაცი და კოცი კიდე ბიჭო. შევეცი ვინც ხალხს ყოფს ამას უიტყვი ბოლო ხმაზე. იმის მაგივრად რომ გაერთიანოთ ჰაიპობთ ბოღმაზე. ხო და ამათ შემხედვარე მოარჩიები. ხო და ამათ შემხედვარე მოარჩიე განმარტოება. შევეცი ყველას ვინც დაკარგა უბრალოება. შევეცი ყველას ვინც ტრაკი მიცა, ვინც დაივიწყა თავის წყალი და მიწა, ვინც გაიფიცა და მერე ეს სიტყვა დაივიწყა. ნეტალატო იფუთებიან ესესა თუთად, როცა მთელ ქვეყანას გაყიდიან ერთსა ბუთად. უთავ მოყვარეო ბოზები ხართ ყველა, სანამ ჯონდოს აბოლებდნენ ბონდოს დაახველა და всё ბიჭო. ხო და მასკარაჩი სიმართლის უკანასკნელი მოჰიკანივით მე მოვედი და მოგიტანეთ სიტყვა როგორც უდაბნოში წვიმა. სადაც სიდან ჩემი ტრების დაღვრილი ცრემლებით სვივა მე იქ მუხმოდ რეკილი ვარ ჩემი წასულით მებისთვის. მათთვის ჭიქა დაისხმევა დაისხმები და მესხმევა თავში ყველაფერი აიხსნება ყველა კარი დაიხსნება ყველა მონა დაიხსნება აიც დაიცლება აივსება და ისევ იგივე რჩევა. ხო და შენ ჩემი რჩევა ვერავინ ვერ გაგაჩერებს სანამ შენ თავს არ მოусმენ მანამ მე ვერ დამაჯერებ. ხო და ძირს ყველა ნიღაბი და სამარდეს ყველა ფეიკი და მე მათ სულებს გავაცილებ როგორც Undertaker რაუ. მესამე რაუნდი. Underground. შენ მე მიხსენე გლოვო. ახლა ამ რაუნდში მინდა უსმინო ჩემს სეტაპებს და აზრები გამოიტანო. ინდოელი კურიერი ვითხრ გელაპარაკები და არ გამომდის ჩემს სართულზე ამოგიყვანო. გინდა რომ ვითომ დამიძაბო, მაგრამ აქ დაძაბვის არ არის პონტი. შენ გაქვს ძალიან კარგი დელივერი, მაგრამ ჩემგან მოდის მილიონი ვოლტი. პირველად რომ დაგინახე KMC-ს გამიკვირდა. მეტი დასაცინი როგორ ვერ ნახა ჯიში. ბოლოს და ბოლოს იმხელა ყბაუქს რიკოციკიდან მიაწოდეს პირში. ბიჭო, აი სამარცხინოს არის და სამარცხინოც. მართლა არ ველოდი ეგრე გაგიფენდნენ. ხელი ჩაგვირტყაო, ფოტო გადაგიღეს, მაგრამ არ წაშალეს სადაც გაგინებენ. მე დღეს არ ვაპირებ ვინმე შეგინებას. ხო და შენი ფიქრი მანდ არ წაიღო, მაგრამ ზმაკაცური ფოტო თუ მოგინდა, ჩემთან შეგიძლია ისეც გადაიღო. ხო, მოკლედ. შენ ისე დაიწყე ბიფი რომ არ იცოდი არც ბეთლის არც მუსიკის საბაზისო და მაგიტომაც მიიღე შედეგი რომ ამბობენ ჯიუნას გვამზე საბაზისო. იმედია ახლა მაინც დააყენებ ტრაკს და ისწავლი ჭკუას. თუ ისევ კილოზე გადაობას აპირებ. მე დღეს გამოვთქვი ყველაფერი სრულიად გამართულად. თბილისელო რაც ბეთლი დაიწყო, ჩემს ასოს არბილებ. ხო და ისე შენ რანაირი ქალაქელი ხარ? ენემი ცოლი თუ ყავს დამალე. ნიკისლო ვაკ თუ ხარ გამოდი და ამკლეს თბილისელობა ასწავლე. ოკეი. მახსოვს სოლონთან რომ მორალს კითხულობდი. თავად რა იკადრე ბიჭო ვისაბოლებ. მაშინ ესაუბრე ვინმე ზრდილობაზე, როცა სხვის ცოლებზე ბაზარს მიატოვებ. ენემი ცოლსნო უყურებ როგორც ცხოვრებისეულ ჯილდოს. არ ვიცი ამ ტყიურობას რა გადავამატო. აი ეგრე ხდება, როცა მრგვალი თავის გარდა არაფერი გაქვს საამაყო. მაგრამ როგორ არა? შენ ამაყობ რომ მორწმუნე ხარ.
ეკლესიაში დავდივარ, როცა ვასწრებო. კი შენ დადიხარ ეკლესიაში, რომ სვეტი ცხოველზე ფანჩი დაწერო. ხო? ჩაულებრივი მკრეხელი ხარ და მეტი არაფერი. ეს რეალობა აიტანე. თუ გინდა შენი ნარიმანი ვიქნები და დილაობით ჩემი ნაგავი გაიტანე. ეს სიტყვები მახსოვრება უყურე? ტიპმა ბოლო 2 წელში იმდენი ყლეობა აკეთა და ჟე მაიკი ფიქრობს რომ ნამეტანია. გადაწყვიტა გაეძრო გამაში და გაეძრო გამაში. ანდა თავი შეერცხვინა რა მოგება რა ნიჩია. 3 საათი ატრიალებდა კარუსელს და მაინც არავინ არ აირჩია. ზუსტად ვიცი რას ფიქრობდი მაგ ბეთლამდე. რა მოხდება თუ წრეზე ტრიალს დავიწყებ? შიშარა კლოუნი ჩმორი დამიძახვენ შეიძლება. მამატაგი მას ნიშნავს რომ არც არაფერი შეიცვლება ხო და ჯიუნაც ტრიალებს ბრუნავს. ნელიკია, მაგრამ გაჩერება არ იქნება. ერთ ციკლს იმდენ ხანს ანდომებს ენემის უკვე თვიურზე ფანჩები აფიქრდება. ხო და შეგიძლია მეც გამომიწვიო ბორბლებში, მაგრამ აქ მოეშვით ყველად ბობოქრობას. ფანჩი რომ დავწერო მანქანის ბორბალზე, შენ მაგას ვერ დაწვავ ჭია კოკონობას. ხო და არადა ნათქვამი გაქვს რომ ნოუნეიმთან არ გაბეთლავდი. მაშინ რითი ახსნა ჩემი გამოჩენა. რეალობა არ არის რომ ბეთლი მოგინატრა, უბრალოდ ჩვენ თვითონ დაკარგი თავზე წარმოდგენა. ხო და ამას მაშინ მივხვდი, როდესაც PvP-ს ვერსეთ ივენტს ვერ დაესწარი. იმიტომ კი არ ბეთლაობ რომ ბეთლი მოგენატრა, უბრალოდ მაკაცებმა გაგიხადეს სახვეწარი. ხო საიფერები გინდოდა და ძმაკაცებმა არ მიგიშვეს. VPN-ი გინდოდა და ძმაკაცებმა არ მიგიშვეს. ძალიან გინდოდა OpenAir-ზე გარეკვაც, მაგრამ შუქით საკუთარმა ძმებმა გაგითიშეს. ხო და იმიტომ რომ flow-მაც კარგად იცის რომ ვერავინ გააფუჭებს სეზონს ისე როგორც შენ უზამ. თიმმა ერთი შესარჩევი დადროპა და ემინემად მოეჩვენათ ვენტუსა. სულ ყველად გონია რომ დიჩის გაახსენდი. ნიჩის გამო გაგეჩითა ბეთლი. ეს მე ვუთხარი დიჩის რომ ჯიუნა მომითრიე მეტი. მე შენ ეს ბეთლი გიწყალობე როცა დიჩის ეგიდეა მივაწოდე. შენ ბოზო კამერას ხელი დაუქნიე და მიმადლოდე. მე დღეს როგორც ჯიუნა გაგაცოცხლე, მაგრამ დღეს როგორც ბეთლემს იკვდები. დღეს ჩვენ ორივე მაიმუნობთ, მაგრამ მე ამას ვუკონგივით ვშვები. ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, ჩემი საყვარელი თამაშია. დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, მაგრამ მე მას თავს აღარ დავანებებ. დღეს ჩვენ ორივე სულს დავლებთ, მაგრამ მე ამას დემენტორივით გავაკეთებ. ეს ყველაფერი იმიტომ დაგემართა, რომ პატარა მეკარე კაცი ხარ და დიდი კაცობა გინდა, მაგრამ რომ ციდგე მილანის კარებში მაინც არავის მოიჩვენები დიდადია. რომც წერდე ცალხელზე პლატინით ზიდანივით ვიყენებ თავს შენ წინ და ნუ ღარ ქაჯობ გაგხადე ბაჯო the man who died standing შენ გადაწყვიტე რომ ანდრეა პირლო და მაესტროსთან მოგებით გაიჩიტე თესლი. შევეცი იუვენტუსის ყველა მეკარეს, ჩემი ბაზარია ვოიცეხზე ჩესლიო. ესე ჩემი საფეხბურთო ბარები. თან არც ერთი იყო დაწერილი დაძალებით. წადი და ეხა ამტკიცე რომ შენი ლაინები მეტია ვიდრე გაზაევი. ბიჭო, იცი რა არის იმაზე სამარცხინო რომ თურმე კაპანაძის ტექსტები დაუწერია დათოს. უკანასკნელი რეპერის რო იყო შენ კაპანაძე დაწერას არ გთხოვს. იმიტომ რომ არაფერს შეჭirdება შენი დებილი ტექსტები სასტავს. შენ ხარ იუვენტუსის ფანი, მაგრამ იტალიაშიც დაგიმალავდნენ პასტას. ერთოთი თუ აპირებ სეზონზე გამოსვლა შენთვის უარესი თუ ჩამივარდი ხელში. იქ არ იქნება ცოტა დანდობა ჩვენ და სხვა ტიპებს ჭკუიდან შეგშლით. ეს ჩემი წრეა, ჩემი სისტემა. თუ 8MC-ია სეზონის წესში, მე 8-თა შორის როგორც სატურნი ერთადერთი ვარ საკუთარ წრეში.
თუ ამ ლაინებს ვერ ამუღამებთ, ეგ არ ნიშნავს, რომ არა აქვს აზრი. რა ვქნა, ვერაფრით დავწერ მარტივად დამწყებს მენელებს არა აქვს შანსი. უნდა ავწიო მასა ჩემამდე ვერ ჩამოყვები დონემდე მასის. უნდა შეგიქმნა დისის სიმბოლო, თითქოს მე ვიყო ალგული რასი. სულ გავაკეთებ შენზე სამჯერ მეც. ჩემ თავს ვისრობდა მეყოფა კლასი. და თუნდაც ყველა ფანჩია მძიმეები წერტილი დავსვი. თავს უწოდებდი პროფესიონალს და ვერ აღმოჩნდი ლეონის მსგავსი თუ მოიტანე 100-მდე ფანჩი, გებრძვის 300-ით ლეონიდასი. მალე დავათარებ, მოკლედ. დავიგერო ჩემს მერე პელეს ხვდები. არ ამგონია დროიქ უკეთ გაატარო. პელე ეს ვაშლი ჩემი ნაჭამია და შეგიძლია დაამთავრო. სპოილერი არ არის, ეგ არ არის დადასტურებული ინფორმაცია, ასე რომ პირველად გავიგე მე. მოკლედ, ერთი ხმაური ორივესთვის ერთად. მოდი დღეს დავიწყოთ გროტესკ. ეს ბეთლი შენია პირველი. სალაპარაკო ბევრი არ არის, ქულები მიწერია, რა თქმა უნდა. დავიწყებ შესრულებით მომზადებით. საკმაოდ თანაბარი თემა იყო იმენა, თუმცა აქეთ მხარეს ფანჩების რაოდენობამ და სეტაპების და ბარის ხარისხმა აჯობა რა. ჯიუნას გიჟური ის აქვს, ენერგია და დუხი, რო ბაზრობს. წიგნი ფული ღირს და მეთადონი უფასოა, ეგ ლაინი არასოდეს, იმენა სიგიჟეა, თან აქ როგორც რეპერი იმას ფიქრობ, რომ ეგ მე თავში აზრად როგორ მომივიდა. სხვა რეპერებიც მაგას ფიქრობენ, просто არ აღიარებენ. ჩემი ხმა ამკაც. ენაის, არ უნდა რა თქმა უნდა გამოცხადება ენაის, ვინ არის ის? პირველ რიგში ძალიან მომენატრა ჯიუნას დაბრუნება აკაპელა ოუჯი და ჩემზე ძალიან დაუფასებელი ბეთლ ემსია და ვფიქრობ, რომ უფრო მეც იმსახურებს ზოგადად. და ტაში შოკი. რავი, დოკმა ისე გამაოცა, არ ვიცი. მაგრამ სხვათა შორის ველოდი, რომ რაღაც პაპა დოკზე იქნებოდა. ფაილი და ამი ბეთლავია. ხო, მართალი ხარ. ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო. ჯიმ მესამე რაუნდში ძალიან საოცარი რაღაცები აკეთა. ჩემთვის დასამახსოვრებელი და ემოციური. თუმცა ეს ბეთლ ემსინგია და აკაპელა ბეთლ გარემო არის, ამიტომ ჩემთვის დოკმა მოიგო სამივე რაუნდი. Young Mike on the stage. პირველ რიგში დღეს ჩემი ოცნება აღთა და პირველად ვარ ცხოვრებაში ჟური. ჩემი შეფასებით აშკარად მოიგო დოკმა ჯიუნას ვულოცავ დაბრუნებას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ჯიუნას ჰქონდა დაგროვილი ძალიან ბევრი სათქმელი. ეს ისე შემთხვევა იყო, როდესაც ბეთლის ნაცვლად მან გამოიყენა ეს პლატფორმა ჩემი აზრით იმისთვის, რომ თავის სათქმელი ეთქვა და მოეტანა თქვენამდე რა და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს ამბობს. მაგრამ ძალიან ერთი წუთით, თუმცა რაც გააკეთა დღეს ახალმა თაობამ, მე საერთოდ არ მქონდა ამის მოლოდინი. და მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიფიქრო, რომ ჩემი თაობის თუნდაც მცირე წვლილი არის იმაში, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ბჭყალებში სტეროიდებზე აკეთებთ იმას, რასაც ჩვენ ვცდილობდით და ის დაიჭირეთ ბეთლ რეპიდან, რისი მოწოდებაც ჩვენ გვინდოდა. ძალიან დიდი მადლობა, გააგრძელეთ ჩვენი გულშემატკივრობა, ჩემი პირადად. მოკლედ, ქულები ესე დაჯდა რა და ესეთი ამბავია, რომ 80-ით 85 გაიმარჯვა დოკმა. უფრო. ჯი, შესანიშნავი ხარ ძმაო. დოკ. შენგან ყველაფერი მოსალოდნელია უკვე. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. ეს იყო დიჩი, აქ შესანიშნავი არტისტები და ჟიურის წევრები ასევე არტისტები იყვნენ. ეს იყო რაიმენ დრუცი, მომავალ შეხვედრამდე. Peace.